სასტიკი მოპყრობა, გაუმართავი ჯანდაცვის სისტემა, გაუსაძლისი პირობები და პატიმრების უფლებების შელახვა მოამბეს სახალხო დამცველის ანგარიშის მონიტორინგს განაგრძობს. ომბუდსმენის მოხსენებაში სასჯელ აღსრულების სისტემას ყველაზე ვრცელი და მწვავე თავი ეძღვნება. დოკუმენტის მიხედვით 2009 წლის მეორე ნახევარში გარდაცვლილი 90 პატიმრიდან უმეტესობა ციხეში სათანადო პირობების უქონლობის გამო დაიღო. ქეთევან ბოჯგუაგი ამბობთ. მერაბ პატარაიას 21 წლის შვილის ისტორია პატიმართან სასტიკი მოპყრობის ერთ-ერთი მაგალითია. რამაც პატარაიას მშობლები უკვე მესამე თვეა ქუთაისის ციხის იმ თანამშრომლების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც მჟავრდებულს ხელხემალი დაუზიანეს. სასტიკად ცემენ, პარალიზებულია წელს ქვევით, უკვე 3 თვეა ინვალიდის ეტლით შეუძლია გადაადგილება მხოლოდ. მოიხადოს და ეს 8 წელი ჩემმა შვილმა, მაგრამ როგორი ჯავრთელით შევიდა, ისეთი დამიბრუნონ ჩემი შვილი. მეც არაფერს არ ვითხოვ. სასჯელ აღსრულების სისტემა სახალხო დამცველის ანგარიშის ყველაზე ვრცელი და მწვავე თავი ეთმობა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2009 წლის მეორე ნახევარში პატიმრებთან სასტიკი მოპყრობის შემთხვევები გაიზარდა. იყო თვითმკვლელობის 3 მცდელობა და 1 თვითმკვლელობა. სახალხო დამცველი მთავარი პროკურორისგან ამ ფაქტების გამოძიების პირად კონტროლზე აყვანას ითხოვს. პატიმარ, რომელმაც ქუთაისის დაწესებულებაში თავი ჩამოიხრჩო და მას აღენიშნებოდა დაზიანებები, რომელიც ექსპერტის დასკვნით მას მიადგა სიცოცხლეში. გარდა ამისა, პატიმრები იქნენ დასჯილი სხვადასხვა აკრძალული მეთოდებით. კიდევ ერთი მწვავე პრობლემა სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო სისტემის გაუმართავობა. ანგარიშის მიხედვით 2009 წლის მეორე ნახევარში გარდაცვლილი 90 პატიმრიდან უმეტესობა ტუბერკულოზითა და პნევმონიით, არასათანადო მკურნალობისა და პირობების გამო დაიღუპა. რამდენიმე დაწესებულება, სადაც სასჯელს ქალები და არასრულწლოვნები იხდიან, სტაციონარი საერთოდ არ გააჩნია. ასეთი დაწესებულებები არ გააჩნია, თქვენ წარმოიდგინეთ არასრულწლოვნთა ამხდელობით დაწესებულებას, სადაც არის 7 ოთახი და თითოეულ ოთახში წევს 27-30 მჟავრდებული. რა თქმა უნდა, ტუბერკულოზიანები და ინფექციური დაავადების მქონე ადამიანები უნდა იმყოფებოდნენ იზოლირებული. სწორედ ამ კუთხით მიმდინარეობს ამ წუთას რეფორმა სამინისტროში. არასათანადო მკურნალობის გამო ჩივიან პატიმართა ახლობლების გულიკო ქვეითაი ეყვება, რომ მისმა 34 წლის შვილმა მხედველობა მე-6 საპროვინციაში დაკარგა. მარჯვენა თვალი მთლიანად გაეთიშა, მარცხენა თვალში არის სიმახვილე 003. ანუ უკვე ბიჭი ბრმავდება. კიდევ ერთი მწვავე პრობლემა სასჯელ აღსრულების დაწესებულებების გადატვირთულობა. კარი თითო პატიმარზე 2 კვადრატულ მეტრ ფართს ითვალისწინებს, რაც ვერ სრულდება. 22,000-ზე მეტ პატიმარს, რომელთა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება, ვერც ახლად აშენებული საპატიმროები იტევს. ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ გამოსავალი სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლა. პირობითი მსჯავრი უნდა იყოს უფრო მეტად გამოყენებული, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, არ უნდა იქნეს გამოყენებული აუცილებლად და საპყრობილეში გაგზავნა. მჟავრდებულთა რეაბილიტაციის ეს ინსტიტუტი საქართველოში არ არის, ფაქტიურად არ არის. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი გათავისუფლებული ადამიანი ბრუნდება უკან იმდენად, რამდენადაც ის ვერ ახდენს ადაპტირებას საზოგადოებაში. სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ამბობენ, რომ უწყება სახალხო დამცველის შენიშვნების უდიდეს ნაწილს იზიარებს. სამინისტროს გააჩნია მთელი რიგი სამოქმედო გეგმებისა, რომლის მიხედვითაც მოხდება ჩვენი პენიტენციალური სისტემის კიდევ უფრო მეტად დახვეწა და რა თქმა უნდა დანარჩენ საკითხებსაც აუცილებლად მიექცევა ყურადღება. ომბუდსმენის ანგარიშის მთავარი რეკომენდაცია თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სახეების გამოყენება ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. დღეს გათავისუფლებული მსჯავრდებულების დიდი ნაწილი ციხეში განმეორებითი დანაშაულისთვის ბრუნდება.